საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების ეკონომიკური განვითარების მიზნით ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო საქართველოში ახალ პროექტს იწყებს. 5-წლიანი პროგრამა ზრდა საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებას გულისხმობს. USAID-ის ახალი პროექტი გამყოფ ხაზთან მდებარე 70 სასოფლო თემს მოიცავს. ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლობის საფუძველზე საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში წითელუბანსა და ნიქოზში მიმდინარე პროექტები დღეს USAID-ის მისიის ხელმძღვანელმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. საერთო ჯამში ჩვენ წელს უკვე გვაქვს 13,000-ზე მეტი სადგური საქართველოში. თითქმის გაორმაგებულია რაოდენობა. ეს არის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი USAID-ისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ესეთი მეგობრული თანამშრომლობისა, რომელიც საბოლოო ჯამში გადაიზრდება იმ სიკეთედ, რომელიც მიიღო ამ ფერმერმა. ეს გახლავთ 5-წლიანი 15 მილიონის ღირებულების პროექტი, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო ახორციელებს და 2000 სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს. დაახლოებით 650 საწარმო საშუალება მიეცემა, რომ გააფართოვოს საქმიანობა და გაზარდოს შემოსავალი. ბარნოვის ქუჩაზე გზის კაპიტალური შეკეთება იწყება. შესაბამისად 12 ივლისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი შემდეგი მარშრუტით იმოძრავებს. კაკაბაძის ქუჩიდან მრგვალი ბაღის მიმართ